10 ივლისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი იქნება. ტალიაშვილი 2022 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის 9 ივნისამდე ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობის სახელით ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 9 ივნისს გამოსცა. ტალიაშვილის კანდიდატურა ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად მიხეილ ყაველაშვილს წარადგინა. იმისთვის რომ ტალიაშვილი ახალ თანამდებობაზე დაენიშნოს, სწორედ ყაველაშვილის თანხმობაა საჭირო. სამთავრობო მედიის ცნობით ტალიაშვილმა ტრამპის ადმინისტრაციისაგან აგრემანი უკვე მიიღო. შეერთებულ შტატებში ახალი ელჩის დანიშნვაზე კომენტარი შალვა პაპუაშვილმაც გააკეთა და თქვა, რომ აგრემანის მიღება ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის იმედს იძლევა. მნიშვნელოვანი არის, რომ ეს გადაწყვეტილება აგრემანი მიიღო ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოს ელჩით იყოს წარმოდგენილი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ჩვენ გვაძლევს კვლავ ოპტიმიზმის იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელი არის და ჩვენ კვლავ ერთგული ვართ იმ წინადადებისა, რომელზეც უკვე რამდენიმე ხანია ვსაუბრობთ, რომ ჩვენ გვინდა ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც დამყარებული იქნება ორივე ერის ეროვნულ ინტერესებზე, ასე რომ ქალბატონი თამარ ტალიაშვილი როგორც ელჩი ამ მხრივ არის ყველაზე კარგი კანდიდატურა და მიხარია, რომ ის იქნება საქართველოს წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ახალი ელჩის დანიშვნას განსხვავებულად დაფასებენ ოპოზიციაში. მათი თქმით, საქართველოს-ამერიკას შორის ურთიერთობების განახლება არ მოხდება, მანამ სანამ ქვეყანაში არ დაინიშნება ახალი არჩევნები და არ გათავისუფლებიან პოლიტპატიმრები. ვერანაირი ტალიაშვილის და ცალკეული პიროვნებების დანიშვნა ვერ უშველის ქართული ოცნების ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნა საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისადმი, რომელიც რეალურად არის კრიმინალური ბანდა, არის შემდეგი. ეს არის თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების თავისუფლება, ეს არის ის, რომ რეჟიმმა შეწყვიტოს საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობა, რომ შეწყვიტოს საქართველოს ევროპული კურსის დაზიანება და შეწყვიტოს დემოკრატიის განადგურება ამ ქვეყანაში. ქართული ოცნების საქმიანობა იქნება ის, რასაც ისინი ახლა აკეთებენ საქართველოში, მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ყოველთვის იქნება არასასარგებლო ქართული ოცნებისთვის. შეგვიძლია ვნახოთ ვენესუელას ან ბელარუსის ელჩები ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ სახელმწიფოებსაც კი ყავთ ელჩები ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამავე დროს უნდა ითქვას, რომ შტატები არასდროს არ განიხილავდა მათ შორის არც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იმას, რომ საქართველოს მომავალი ელჩისთვის არ მიეცა აგრემანი. მე პირადად მქონია საუბრები ამ კუთხით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და არასდროს მათ შორის არც ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობისას და არც მაშინ, როდესაც ეს რეჟიმი იყო ძალიან კაფიო სანქციების საგანი, არც მაშინ არ განხილულა არასოდეს რეჟიმის ელჩისთვის აგრემანიც არ მიცემა. შტატებში საქართველოს ბოლო საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ზალკანიანი იყო. ის პოსტიდან 2024 წლის 30 ნოემბერს გადადგა. ამავე წლის 30 ნოემბერს შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.